და შენ თუ ჯერ კიდე მე და გელა არ ყევართ გამოწერილი, ძალიან კარგი დრო არის სამაგისტროთ რომ გამოგვიწეროთ. რას ფიქრობთ? ბიჭები კი არიან ხოძზე. დაჟე გელას გამომართვეს. ცოტა ხანს შეიძლება მეც წამიყვანონ იმენ. იქ რო პირველად დახმარება მე დამჭირდება. გამარჯობათ მეგობრებო. კიდევ ერთხელ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მოკლედ წარგიდგენთ ჩემ თავს. მე ვარ დავით კაცაძე, მოტოთი პირველად დახმარების სპეციალისტი და პრეჰოსპიტალური დახმარების სპეციალისტი. ექიმი, ორთოპედ ტრავმატოლოგი და უკვე დაახლოებით 12 წლიანი პრაქტიკა მაქვს სამედიცინო სფეროში. პირველ რიგში მადლობა გარისას, ესეთ მაგარ საქმეს რო აკეთებენ და ახალგაზრდებს ეხმარებიან აი ესეთ საჭირო და სპეციფიური უნარების გამომუშავებაში და ათვისებაში. რისთვის შეიძლება გამოიყენო პირველად დახმარების ჩანთა. ამასთან ერთად ჩანთა ყოველთვის ისე უნდა გქონდეს ჩალაგებული, რომ გახსნით, როგორც კი გახსნი, ძალიან მარტივად ერთი ხელის გაწვდენით იპოვნო ის საჭირო ნივთი, რაც იმ წუთას იმ სიტუაციაში გჭირდება. რადგან არაფერს არ გვაკარგინებს დრო იმაზე მეტად, რაც არის პანიკა და რაც არის რაღაცების ძებნა. მარტივად მაგის გამო ამ ჩანთაში ესე გადავანაწილე რაღაცები. ერთი რაც ვერ ვიშოვე დილითავა წყეს ჩანთა, ადრენალინი არდევს შიგნით. მოკლედ, ეს არის რაც ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გამოგდგომოდათ, დაგჭირვებოდათ. 2 ცალი ტურნიკეტი დევს, ბინტები დევს, ელასტიური ბინტები დევს, არტაშანი დევს, სპირტი და ბეტადინი დევს, ბანდასთან ერთად. პლუს მაგას არის შპრიცები 2 მლ-იანი და ამ შემთხვევაში დექსამეტაზონი და კეტეროლაკი, იგივე კეტზი, ტკივილგამოყუჩებელი და ესე რომ ვთქვათ, უხეშად ალერგიის საწინააღმდეგო წამოვიღე. რაც ვისურვებდი რომ ამ ჩანთაში კიდე იყოს, უნდა იყოს ადრენალინი. აი ამ ჩანთის ჩვენება მინდოდა თქვენთვის. არის მაკრატელი, არის ხელთათმანები. ხელთათმანები აუცილებელია. პირველ რიგში სანამ ვიღაცასთან დასახმარებლად მივალთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გარემო არის ჩვენთვის უსაფრთხო. თუ არ არის უსაფრთხო, ვეცადოთ ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თუ დავრწმუნდებით, რომ უსაფრთხოა, უკვე მივდივართ და გადავდივართ შემდეგ საფეხურზე. შემდეგი საფეხური არის ცნობიერების შემოწმება. ცნობიერების შემოწმება ხდება შემდეგნაირად. ეს უნდა იყოს ტაქტილური და ეს უნდა იყოს ვერბალური. რას ნიშნავს ახლა ეს? ტაქტილური არის შეხებითი და ვერბალური არის სიტყვიერი. მივედით დაშავებულთან, ახლოს რაც შეიძლება, ორივე ხელს ვიყენებთ. მივედი, როგორ ხარ? შეხება, ჩაძახილი. ორივე. აქედან უკვე გაგვცა პასუხი, არ გაგვცა პასუხი, ძალიან დიდი ინფორმაციას ვღებულობთ. თუ საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ გონზე არის. თუ გპასუხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ გონზე არის. განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც პასუხი არ დაგვიბრუნა და ჩვენს ჩაძახილზე და შეხებაზე რეაქცია არ ქონდა. შემდეგ უკვე გადავდივართ სუნთქვის და პულსის შეფასებაზე. მარტივად გელაზე ცოტა რთული არის, ახლა საძილე სამკუთხედი ვნახოთ, თუმცა ჩვენთან ყველასთან აი ამ ადგილას, ხო? აი აქ ხელით რო ვნახავთ, პატარა ჩასავარდნი არის. წამოვიღებთ ორთიც, აქ რო ჩავარდებით, უკვე ვდგევართ იმ ადგილას, სადაც შეგვიძლია პულსაცია ვიგრძნოთ. საძილე სამკუთხედი ქვია. ეს არის პულსის შემოწმების ერთ-ერთი ვარიანტი, მე ყველას ერთმანეთზე გაჩვენებთ რა, რომ მარტივი იყოს თქვენთვისაც რა. ცენტრალური პულსის შემოწმება. ამის პარალელურად დავადეთ ორი თითი აქ, ჩავასრიალეთ საძილე სამკუთხედში და 10 წამის განმავლობაში თან ვაკვირდებით გულმკერდს. გულმკერდს რატო ვაკვირდებით? სუნთქვის დროს გულმკერდის ექსკურსიას ვეძახით ამას. გულმკერდი მოძრაობს. ზემოთ ქვემოთ. სუნთქვის დროს გულმკერდი მოძრაობს და გულმკერდის მოძრაობას ვაფიქსირებთ და თან პულსს ვაფიქსირებთ. პულსი თუ არის, მაგრამ სუნთქვა არ არის, ესე იგი გვჭირდება სასუნთქი გზის გახსნა, რომ პაციენტს დავეხმაროთ სუნთქვაში. შეიძლება იყოს უცხო სხეული, შეიძლება არ იყოს უცხო სხეული და უბრალოდ სასუნთქი გზის გახსნა უშუალო ამ შემთხვევაში. მოკლედ, წავიდეთ ახლა იმ მიმართულებით, რომ პულსი არ გვაქვს, სუნთქვა არ გვაქვს. ამ შემთხვევაში თუ მარტო ვართ, ვრეკავთ 112-ში, ვაყენებთ ხმამაღალზე. პულსი არ არის, სუნთქვა არ არის. უნდა დავიწყოთ გულფილტვის რეანიმაცია. გულფილტვის რეანიმაციის დაწყების დროს მნიშვნელოვანია. დავაყენოთ ტელეფონი. ხმამაღალზე დავრეკოთ 112-ში, პარალელურად შეგვიძლია ვესაუბროთ, ან თუ ვინმეა ჩვენთან ახლოს ადამიანი, მას ვთხოვოთ, რომ დარეკოს 112-ში, შეატყობინოს სად ვართ, რა ვართ, რატო ვართ და უთხრას, რომ პაციენტი არის უგონოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. გულფილტვის რეანიმაციის დროს უნდა ვიპოვნოთ სწორი წერტილი, სადაც უნდა მოვახდინოთ კომპრესიები.
ამ შემთხვევაში ქალებზე და მამაკაცებზე ცოტა სხვანაირად არის გადმოცემული, პრინციპი იგივეა. მამაკაცების შემთხვევაში მკერდის დრილები რაც არის, მკერდის დრილებს შორის გავლებული ხაზი და ჩვეულებრივად მკერდის ძვალს შორის. აი ეს სადაც კვეთავს, იმ ადგილას შეგვიძლია. ქალბატონებთან აი აქ პოულობთ ძვალს, ხო, სადაც ნეკნები მთავრდება, იმ მკერდის ძვალია დაბლა, აი ბოლო სადაც არის დასასრული. იქედან 2 ან 3 თიც დავადებთ და მაგის ზემოთ არის ჩვენი საკომპრესიო ადგილი. აი ხა გელას შემთხვევაში აი პატარა გულს ხო ხედავთ, ეს სპეციალურად გავაკეთე მაგისთვის არის, რომ ეს ადგილი არის, სადაც უნდა დავიწყოთ კომპრესიები. დრილებიც აქ არის, მკერდის ძვლის დასასრულიც აქ არის, 2 ან 3 თითით ზემოთ ამოვდივართ და ვიწყებთ. ხელების პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. მოკლედ, შეგვიძლია გავაკეთოთ ესე, შეგვიძლია გავაკეთოთ ესე. დომინანტი ხელი რომელიც არის, ის უნდა იყოს ქვემოდან. მე მემარჯვენე ვარ და მარჯვენა ხელს ქვემოთ გავაკეთებ, ეს ხელი აქ შეიკრა. ჩვენი იდაყვები უნდა იყოს გასწორებული. ჩვენ როცა ვიწყებთ კომპრესიას, ჩვენი კომპრესია უნდა იყოს ჩვენი ტორსით. ტორსი არის ეს ტანის ზედა ნაწილი. ჩვენი ტორსით უნდა ხდებოდეს კომპრესია და არა აი ხელების გაშლა მოკეცვით არა. ძალიან დიდი ძალა და ენერგია ჭირდება ზოგადად სწორად გულფილტვის რეანიმაციის შესრულებას, რადგან 1 წუთის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ 100-120 კომპრესია. რაც არის გულის რითმის ნორმალური რითმი, რომ აღვადგინოთ ჩვენ გაჩერებული გული. რას ვაკეთებ ამ შემთხვევაში და რაში გვეხმარება ეს კომპრესია? ფილტვები გვაქვს გულის გარშემო და ეს არის ყველაფერი დიაფრაგმით შეკრული დაბლა ნაწლავები ყველაფერი ანატომიურად, ხო? როდესაც ჩვენ ზეწოლას ვიწვევთ აქ, გულზე ვიწვევთ ესე რომ ვთქვათ პატარა მოჭერას რა, რაც ეხმარება გულს, რომ ის სისხლის ცირკულაცია გააკეთოს. ამით ჩვენ ვინარჩუნებთ მინიმალურ საჭირო პერფუზიას, რაც დაეხმარება თავის ტვინს, რომ მიაწოდოს ის მინიმალური ჟანგბადი, რომ არ წავიდეს ისეთი პროცესები, რა დროსაც თავის ტვინს დააკლდება ჟანგბადი, დააკლდება სისხლი და წავა შეუქცევადი პროცესები. ეს იწყება დაახლოებით 5-7 წუთის შემდეგ გულის გაჩერებიდან. ასე რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ ამ პროცესს და რაც უფრო ზუსტად და სწორად გავაკეთებთ, უფრო მნიშვნელოვანი არის. მოკლედ, მემარცხენეები ესე, მემარჯვენეები ესე. დავიწყეთ კომპრესია. კომპრესია უნდა იყოს 5-7 სანტიმეტრის სიღრმის. ეს არის სტანდარტული ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში. დავიწყეთ. თან ვიწყებთ დათვლას. ხმამაღლა არის სასურველი დავითვალოთ, როდესაც 2 ვართ და წყვილში ვმუშაობთ. თუ მთლიანად ვერ დავითვლით ხმამაღლა 10-ზე, 20-ზე და 30-ზე მაინც უნდა ვთქვათ. 30 კომპრესია, 2 ჩაბერვა. დავიწყე. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 27, 28, 29, 30. 30 კომპრესიის შემდეგ უკვე გადავდივართ 2 ჩასუნთქვაზე. სანამ ჩასუნთქვას დავიწყებთ, უნდა გავხსნათ სასუნთქი გზები. სასუნთქი გზის გახსნა ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია და ერთი ესე რომ ვთქვათ, ცუდად გავრცელებული ინფორმაცია არსებობს, განსაკუთრებით უფროს თაობაში, თუ ვიღაცა დაინახეს უგონოთ, რომ არის ენა არ გადაყლაპავს, კოუზი, დანა ჩანგალი და რა ვიცი რა, მთელი მადონას სერვისით მივარდებიან ხოლმე და ხან ენას ეკაჩებიან, ხან კბილებს ამტრევენ და ასე შემდეგ. არც ერთ შემთხვევაში არ არის ეს საჭირო. ქვედა ყბას მოვკიდებთ 2 თიც, ცოტა წინ წამოვწევთ და ოდნავ უკან გადავწევთ. ამით იხსნება სასუნთქი გზა. ჩვენი ენა რბილისას რაც არის, ამ პოზიციის დროს უკვე ესენი სასუნთქ გზას ხსნის და პრობლემა არ არის. 2 თითით ქვედა ყბას ცოტა მაღლა აწევ, ცოტა წინ წამოწევ, ხო? ეს ეხმარება რომ ის ჩაკეტვა გახსნას. ამის შემდეგ ვიყენებთ ბარიერულ მეთოდს. რა არსებობს სპეციალური ნიღბები, რომელსაც გეფერის დროს იყენებენ. თუმცა ეგ თუ არ გვაქვს არც ეგ არ არის პრობლემა, ნებისმიერი დოლბანდი, ბინტი, ცხვირსახოთ, ცხვირსაწმენდი რაც არის რა, ნაჭრის ოღონდ, ხო? შეგვიძლია გამოვიყენოთ, დავაფაროთ პირზე და უკვე ესე მოვახდინოთ ჩაბერვა, ხო? გადავაწევინეთ სასუნთქი გზა გავხსენით, 2 ჩაბერვა გავაკეთეთ. 2 ჩაბერვის მერე ისევ კომპრესია. ერთი ციკლი რო შესრულდეს, რის შემდეგაც თავიდან გვიწევს პულსის და სუნთქვის შეფასება, უნდა გავაკეთოთ 5 ჯერ, ანუ 30 ზეწოლა 5 ჯერ. შესაბამისად 2 ჩაბერვა 5 ჯერ მაგის მიყოლებით და მერე უკვე თავიდან ვაფასებთ პულსს, ვაფასებთ სუნთქვას. სასუნთქი გზის გახსნის დროს ვაკეთებთ პირის ღრუს დათვალიერებასაც. გავაღებთ თუ დავინახეთ რამე პირის ღრუში. ამას ეძახიან კაუჭის მეთოდსა ესე. ამას ხელთათმანით ვაკეთებთ, შეიძლება დოლბანდიც გქონდეს ერთდახვეული, მაგრამ კაუჭის მეთოდად ხდება. პირს გავაღებინებთ, ერთი კუთხიდან შევდივართ ამ თითით და როგორც კაუჭსა ესე გამოუსმევთ და მეორე კუთხიდან გამოვდივართ რა. რაც კი დაგხვდა იქ უცხო სხეული, ამ ერთი გამოსმით გამოგვაქვს. შემდეგ
ავაწევინებთ თავს, გავამზადებთ, ორ ჩაბერვას გავაკეთებთ. ჩაბერვის დროს რაც არის კიდევ მნიშვნელოვანი. ცხვირზე უჭერთ ხელს. ამას რატო ვაკეთებთ? ცხვირზე ხელს უჭერთ იმის გამო, რომ ჩვენ ჩაბერილი ჰაერი ცხვირიდან არ გამოვიდეს და უბრალოდ ზედასასუნთ გზაში არ დატრიალდეს და ფილტვებში ჩასვლა მოახერხოს. ორი ჩაბერვა ვაგრძელებთ ისე 30 კომპრესიას. კარგი, აქამდე რაც მოვედით, რამე კითხვები თუ გაქვთ გავიაროთ და გადავიდეთ პრაქტიკებზე, რაც ვისაუბრეთ. გარისას აღზრდებლებმა იმუშავეს გელასთან, გააკეთეს გულფილტვის რეანიმაცია, ისწავლეს წყვილში მუშაობა, ისწავლეს მარტო მუშაობა, რამდენი კომპრესია უწევს, როგორ უწევს, ამის გარდა გავაკეთეთ ჰაიმლიხის მანევრი, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ადამიანი დახრჩობას და როგორ უნდა გადავირჩინოთ საკუთარი თავი თუ ჩვენ შეგვემთხვა რაიმე მსგავსი. აუ მე ისევ გელა მეგონა და რო გამოძრავდა მეთქი რა. აი ბატონო, არ გაგცა პასუხი, ეხა პულსი შეამოწმე, ხო? და ეშვისაძილე სამკუთხედში? აქვს, კი ბატონო, სუნთქვაც არის, პულსიც არის 10 წამის განმავლობაში, კარგი. მაიტა. ადი. აპა. მოკლედ მადლობა უღრმესი. კარგი, კითხვები ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვინმეს თუ გაქვთ დამატებით, ან რამე ისეთი თუ დარჩა, რაც ვერ გაიგეთ. კარგი. ესეც სამახსოვრო ფოტო ამ ძალიან ყოჩახ ახსახსდებლებთან და მათ ტრენერთან ერთად. და შენ თუ ჯერ კიდე მე და გელა არ ყევართ გამოწერილი, ძალიან კარგი დრო არის სამაგისოთ რომ გამოგვიწეროთ. რას ფიქრობთ? ესეც ასე. მოკლედ ჩვენივრად ჩაიარა ჩვენმა ტრენინგებმა. ძალიან სასიამოვნო და ყოჩაღი ახალგაზრდები არიან გარისას ბანაკში. ხოლო თქვენ რაც შეგეხებათ? აი ამ ჩანთას, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ავაწყე, YouTube-ზე გავათამაშებ. 1000 გამომწერს, როდესაც მივაღწევთ. ამ ვიდეოს ქვემოთ არსებული კომენტარების მიხედვით გათამაშდება ეს პირველად დახმარების ნაკრები თავის ჩანთასთან ერთად. ამისთვის აუცილებელია გყავდეთ ელვარიორი გამოწერილი, გქონდეთ კომენტარი დაწერილი ამ ვიდეოს ქვემოთ და მივაღწიოთ 1000 გამომწერს. 1000. ბევრი არ არის. Facebook-ზე ლამის 28000 ვართ უკვე. TikTok-ზე და Instagram-ზეც ძალიან ბევრი დავგროვდით და 1000 გამომწერი როგორმე უნდა შევაგროვოთ YouTube-ზე. ასე რომ მე და გელა 1000 გამომწერს გაშლილი ხელებით გელოდებით და გელოდებათ ეს ძალიან საყვარელი ჩანთაც. ზუსტად რა დევს ჩანთაში და როგორ, მაგას აუცილებლად აგიხსნით. 2 ცალი ტურნიკეტი დევს, ბინტები დევს, ელასტიური ბინტები დევს, არტაშანი დევს, სპირტი და ბეტადინი დევს, ბანდასთან ერთად. პლუს მაგას არის შპრიცები 2 მლ-იანი და ამ შემთხვევაში დექსამეტაზონი და კეტეროლაკი, იგივე კეტზით, კივილგამოყუჩებელი და ესე რომ ვთქვათ, უხეშად ალერგიის საწინააღმდეგო წამოვიღე. სადა ვართ? მე და მუსია გელა. აპა